12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს და წინა სადღესასწაულო სამზადისი კი ქვეყანაში არის უკვე დაწყებული, რაზეც ბაზარებსა და მარკეტებში ხალხის მობილობის ზრდა მეტყველებს. რედაგირდებათ წელს საღდგომო სუფრის გაშლა და პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის კვალდაკვალ ხომარ შემცირდა პროდუქტების ღირებულება. ინფორმაციას ამ ბევრი ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე თეთია ჩაფიჩაძე გაგვცემს ახლა პასუხს და გაგვიახლებს სიახლებს. დილამშვიდობისა თეთია. დილამშვიდობისა, დიახ, შობა ახალი წლის შემდეგ აღდგომა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, შესაბამისად სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხომ არ გაიაფთა რაიმე პროდუქტი, ალბათ რიტორიკული და არასერიოზულიც კი ამ ფონზე რა მოვლენებიც ვითარდება. წამყვანი ფაქტორი კი აქ ნავთობის ფასია, მოგეხსენებათ, რომ 7 მარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძვირებულია საწვავი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი აისახება ყოველფრის ღირებულებას და გამონაკლისი ცხადია, რომ არ იქნება პროდუქტები. მეორე მთავარი ფაქტორია კომუნალური ხარჯების ზრდა, როგორც ჩვენი მაყურებელი ინფორმირებულია, სამეკის გადაწყვეტილებით ფასები ელექტროენერგიაზე საშუალოდ 5 თეთრით გაიზარდა კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-დან 33%-მდე მერყეობს. ამავე მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასების ამ ნიშნულზე შენარჩუნებას დიდი ხნით ვერ მოახერხებენ და თუ გლობალური ფაქტორები არ მოიხსნება, რაიმე არა თუ არ გაიაფთება, არამედ გაიზრდება კიდევაც. რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის პერიოდს და მთავარ სასურსათო ჩამონათვალს, კომისიის თანადამფუძნებლის და მეფრინველობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, მიმდინარე დღესასწაულის პერიოდში ფასები კვერცხზე არ გაიზრდება, მისი განმარტებით კატეგორიებისა და ხარისხის მიხედვით ერთეულის ფასი საუბარია ჩაბარების ღირებულებაზე 35-დან 50 თეთრამდე მერყეობს. ამის მიღმა რა პოლიტიკა იქნება თუ უკვე ქსელებს, რა სააქციო შეთავაზებები იმოქმედებს უშუალოდ დღესასწაულის პერიოდისთვის, ეს სრულიად რითეილ სექტორზეა დამოკიდებული. აღდგომისთვის არანაირი ფასის ცვლილება მატებისკენ არ არის მოსალოდნელი. პირიქით, ყველა ეს აქტივობები, ყველა ეს აქციები, რომელიც იყო ამ პერიოდისთვის დაგეგმილი, ჩვეულებრივად გაგრძელდება. როგორც მომხმარებელიც შეატყობდა დახლებზე, არანაირი სიმცირე კვერცხისა არ შეიმჩნევა. პირიქით, ჩვენ როგორც მივეცეთ დაპირება, გავადიდეთ წარმოება შეძლებს დაგვარეთ ახალი წლის შემდეგ ისე, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ხარისხის და ყველანაირი კატეგორიის კვერცხით არის უზრუნველყოფილი სავაჭრო ქსელი. თუ ღმერთმა და ეს კონფლიქტი მალე დამთავრდა, რაღაცნაირად გავძლებთ დაუშვათ ერთი თვე ისე, რომ ფასი არ მოუმატოთ, მაგრამ თუ ეს დროში გაიჭემა და რუსეთ-უკრაინის ომისავით წლები გაგრძელდა, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდის შემდეგ რაღაც ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. კვერცხთან ერთად აღდგომის მთავარი პროდუქტია პასკა, რომლის ფასებიც ქსელური მარკეტების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებულია ფასების ზომისა და ხარისხის მიხედვით. დაახლოებით 4 ლარიდან იწყება და 50 ლარამდეც კი არის. თუმცა ბევრ მათგანში მოქმედებს სააქციო შეთავაზებებიც და ასე მაგალითად თუ შესაძლებელია რომ გრაფიკაზეც ვაჩვენოთ, კარფურში პასკა ღირს 3.5 ლარი, 500 გრამიანი შემთხვევა 200 გრამიანი, 500 გრამიანი პასკის ღირებულება 4.5 ლარია და რაც შეეხება 800 გრამიან პასკას, მისი ღირებულება არის 8 ლარი. Goodwill-ში ფასები ოდნავ განსხვავებულია და უფრო მაღალი, ვიდრე წარმოდგენილ გრაფიკაზე ხედავთ. Goodwill-ის შემთხვევაში ფასები 500 გრამიანი პასკის შემთხვევაში იწყება 14 ლარიდან, 800 გრამიანი პასკა ღირს 23 ლარი და ნუთელა შიგთავსის პასკის ღირებულება შეადგენს 40 ლარს. რაც შეეხება აგროჰაბში ფასები კატეგორიების მიხედვით და ხარისხების მიხედვით 500 გრამიანი პასკის შემთხვევაში იწყება 15 ლარიდან 35 ლარი ღირს 1 კილოგრამიანი პასკა, პასტა ფისტის კრემით ღირს 40 ლარი და ყველაზე ძვირი ამ შემთხვევაში არის ხაჭოს პასკა და მისი ღირებულება შეადგენს 50 ლარს. რიტეილ სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღესასწაულის განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის არაერთი შეთავაზება დახვდება და ამ დროისთვის ფასების ზრდა არ იგეგმება. ყველა რიტეილერი ცდილობს იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია ძალიან მაღალი და მძაფრია, ძალიან კონკურენტული ფასებით შესთავაზონ პროდუქცია თავის მომხმარებელს და ამ ეტაპზე ფასების გაძვირებას არ ველოდებით. პირიქით, სხვადასხვა აქციებით არის შეთავაზებული ეს აქტუალური პროდუქცია მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ბოლო პერიოდში და ძალიან კარგი შედეგი იქნება, თუ ამ ნიშნულზე შევინარჩუნებთ ფასებს და პროდუქცია არ გაძვირდება.
წაღდგომის უფრის მთავარი შემადგენელი ნაწილია ასევე ხორცი, რომლის გაზრდილ ფასებზე ფერმერები უკვე საუბრობენ. ხორცის მწარმოებლებმა გუშინ ჩვენთან საუბრისას თქვეს, რომ საბითუმოდ ჩასაბარებელი ფასი დღეიდან 1-2 ლარით უკვე გაძვირდა. მისი თქმით, ფასი გაიზრდება აღდგომამდეც და მომდევნო პერიოდშიც. ფასების მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყანაში დაავადების გავრცელებით იყო გამოწვეული. უფრო დეტალურად, რაც თუ გუშინდელ დღემდე საქონლის ხორცი ჩაბარების ფასი ამ შემთხვევაში საბითუმოდ ჩაბარებაზეა საუბარი იყო 24, დღეიდან გახდა 25 ლარი და მოლოდინია რომ აღდგომამდე ფასი გაიზრდება 29 ლარამდე. რბილი ხორცის ღირებულება თუ კი 6 აპრილის ჩათვლით 34 ლარი იყო, 36 ლარამდეა გაზრდილი და ხბოს ხორცის ღირებულება ჩაბარების ფასი არის 40 ლარი და ასევე მოლოდინია რომ 45 ლარს გაუტოლდება და შეიძლება გადააჭარბოს. კიდეც უკვე გააჩნია თავად გამყიდველები რიტეილ სექტორის რა ფასნამაც მომატებს და როგორ იქნება პოლიტიკა, თუმცა ეს არის საბითუმო ჩაბარების ღირებულება. კიდევ უფრო უარესია პროგნოზები და ფერმერების ნაწილი ირწმუნება, რომ საქონლის ხორცის ფასი ორ თვიან პერიოდში დაახლოებით 20-25%-ით გაიზრდება. რა ელოდება მომხმარებელი ფასების კუთხით და რა ბიუჯეტით ხვდებიან ისინი დღესასწაულს, ეს კითხვა გუშინ მოქალაქეებს დავუსვით. ფასების საშინელება ვეღარ ვწვდებით, მაგრამ როგორღაც რაღაცებს ვახერხებ, ძალიან მინიმალური. რასაც ყოველდღე მუშაობ, იმას ყოველდღე ხარჯავ და არ მყოფნის ორი ბავშვი ყავს სახში და ძლივს ვახერხებთ. კომისიამ რო გააძვირა, ხო იმას? აი რა გაიაფდა. თქვენც ხო იცით, რომ არ არის საკმარისი, რომელ ბიუჯეტზე საუბარი. ძალიან ძვირია. აი ბიუჯეტი რა არის, თქვენს დაგჭირდება თანდათან. რა ვიცი, მინიმუმ 1000 ლარი. რამე რო შეისყიდო ნორმალური. ცოტა გაძვირდა კი, რა თქმა უნდა. გვაქვს მოლოდინი რომ გაიაფდება კომისიის მიერ. კი, ალბათ. კი, მაქვს ალბათ. ეხლა თან ბიზნესმენებს უნდა შეხვდნენ, როგორც გავიგე. და ალბათ დარეგულირდება. რამდენად დარეგულირდება ვერ გეტყვით, მაგრამ აქვე მოგახსენებთ რამდენიმე ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემსაც. მარტში წლიური ინფლაციის ტემპი 4.3% იყო, წლიურ ჭრილში სურსათე ფასების ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა დაახლოებით 7.5%-ზე ნარჩუნდება და ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის არაერთი სასურსათო პროდუქცია მოხდა. მოლოდინია რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდება. ამაზე უკვე საუბრობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ც. მათი ინფორმაციით სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ძირითადი სამომხმარებლო საქონლის საერთაშორისო ღირებულებას ზომავს, ბოლო თვეების განმავლობაში მზარდ დინამიკას აჩვენებს. მაგალითად, მარტში ის დამატებით 2.4%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურად სურსათი ამდენითვია გაძვირებული. FAO-ს განმარტებით, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები ნავთობისა და ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და ტრანსპორტირების თვითღირებულებას საგრძნობლად ზრდის. ანგარიშის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ინფლაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადების სწორედ ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. თათია, მადლობა მიმოხილვისთვის და ჩვენ მაინც ჯიუტად ვჯერა, რომ ფასების შემცირების იმედად შექმნილი კომისია აპრილის ბოლომდე შედეგებზე გავა და იმედია, რომ ასეც იქნება. მადლობა თათია ჩაფიჩაძეს ჩართვისთვის.